პითაგორას ამ ადამიანის შესახებ რომ ცოდნოდა დარწმუნებული ვარ კონკურენციას ვერ გაუძლებდა. დღეს ჩვენთან სტუმრად არის სწორედ ეს უკონკურენტო ყმაწვილი თავის დეიდაშვილთან ერთად. შევეგებოთ ანდრია ხუსიშვილი და ნია ბუაძე. შესანიშნავი ხალხი მოგზავნდა ჩვენთან. და რა კარგად. მე მგონი ძალიან შორს ხეთხარ ცოტა ახლოს მოიწიეთ რომ დაგინახოთ. ეს მათხოვე რა კარგი რაღაც არის. ცოტათი მიიწიეთ ეკეთ. კიდე მიდი დასხედეთ მაგეთ კარგად. კიდე მიიწიეთ. მოდი გავერთობი, კიდე მიიწიეთ რა. კიდე მიდი. ო, ბევრია უკვე. ეს რა არის? ეს არის? ეს მუსიკალური ინსტრუმენტია, გიშტელეგულა რა არის? რა არის? რა არის? კუსი. რა არის? კუსი. კუსი? კუსი რა არის? აბაკუსი. და რისთვის გამოიყენება ეს? რა, სასაცილო ვთქვი რამე? სასაცილო ვთქვი, გამოვაგორებ ამას და ნახე რაც მომგივა ეხა შენ. რა არის? რისთვის მოგვიტანე? რისთვის გამოიყენება ესა? ანგარიშობს ანდრია. ეხლა მე მინდა ერთი რაღაცა გითხრათ პატივცემულო საზოგადოებამ. რატომ არის წარმოდგენილი ანდრია თავის დეიდაშვილთან ერთად? იმიტომ რომ ფაქტიურად ნია, მისი დეიდაშვილი, იქნება ჩვენი თარჯიმანი. იმიტომ რომ ბატონი ანდრია სიტყვა ძუნწია და ამისთვის, ასე ვთქვათ, ენა წყლიანი ნია გვეყოლება თარჯიმნად. მართალია ბატონო ანდრია? კი ბატონო. თქვენ რა გქვიათ? ნია. ანდრია. შენ რა გქვია? ანდრია. აი ხმა, ამოიღო ხმა. აპლოდისმენტები ხალხო, ლაპარაკიც გცოდნია. ამას რა ქვია მითხარი დედას გაფიცი. რა არის? აბაკუსი. აბაკუსი. რისთვის გამოიყენება ეს, ა? რისთვის არის ეს აბაკუსი? რაო? ვანგარიშობ. ანგარიშობ? კაი, რასპე, მართლა ანგარიშობ? შესანიშნავი, ანგარიშობს ადამიანი. რამდენი წლის ბრძანდებით თქვენ მოანგარიშე ანდრიო? 5 დღის. ჩამოყალიბდით ეხლა. 5 როგორი რაღაც უცნაური თარჯიმანია. ბავშვი ამბობს, ანდრია ამბობს 4-იო და შენ 5-იო და მოდი ჩამოყალიბდით რომელი იქნება? 4 ნახევრის რო იყოს? არა? კარგი, 4 ნახევრის. მე ვიტყვი რომ ანდრია არის 4 ნახევარი წლის. ხო შეიძლება? შესაბამისად გავაგრძელოთ. ეხლა მითხარი, ანდრია, შენ თუ დადიხარ ბაღში? დადიხარ? მოგწონს? იცი რა არის? სხვათა შორის ერთ რაღაცაში მე და შენ ვგავართ. შენ ხელა რო ვიყავი, მეც ბაღში დავდიოდი. რა სიშტერებს ლაპარაკობ არა მამა? არ ვამბობ სიშტერებს. ბაღში რა უფრო გიყვარს ახლა, ჭამა თუ ძილი მითხარი? ჭამა. რა სჭამ ხოლმე? წვნიანი. რომელი საჭმელი გიყვარს? რა უყვარს? წვნიანი. წვნიანი ყვარებია. იქნება გვითხრათ რომელი წვნიანი? თეთრი წვნიანი. თეთრი და თქვენია, თქვენს დადიხართ საბავშვო ბაღში და თქვენს წვნიანი გიყვართ? წვნიანი მიყვარს წვნიანი. უფრო თეთრი წითელი თუ აი სტაფილოსფერი რო არის? წითელი. წითელი მოწონს. ბორშისკენ ვიხრებით, არა? რაღაცნაირად კი. კარგი, რა მინდა გითხრა? ხო ამბობენ შენზე, ასე გავიგემე, რომ ანგარიში შეუძლიაო. შენს კი მითხარი, მაგრამ მე რაღაცა ცუდად ვიჯერებ ეგეთ რაღაცებს, თუ არ გამოვწადე სხვათა შორის. გამოვწადოთ? აბა ერთს მიუმატოთ, ერთი რამდენია? 2. უფკაი, რამდენია? 2. სორია. მოდი ახლა გავართულოთ და ასე შეგეკითხები. 7-ს მივუმატოთ 3. რამდენია? 10. სორია. გავართულო კიდევ 4-ს მივუმატოთ 12. 16 და არ გეგონოთ რომ ეს ბავშვი 16 წლის არის, ეს ბავშვი 4 წლის არის და მე მგონი ეს აპლოდისმენტებს იმსახურებს პატივცემულო საზოგადოებამ. კარგი, 17-ს გამოვაკლოთ 7. 10. სორია. 21-ს გამოვაკლოთ 12. საგავართულე? 9. უყურე შენ? მართალია? კიდე გავართულოთ რა? შეიძლება? 13-ს მივუმატოთ 19. 32. მოდი აბა ჩქარ-ჩქარა კიდე უფრო. მოდი დაგაბნიო უცებ რომ ვერ მიამატ. 25-ს გამოვაკლოთ 9. 16. სორია.
32-ს მივუმატოთ 32? 64. ვერაფრით ვერ. კარგი, მოდი კიდე უფრო რთული უნდა გკითხო რა. მოიცა ერთ წამით. მე ამდენი თვლა არ ვიცი და ამისთვის დამჭირდება კალკულატორი. იმიტომ რომ მე შენ ხელა რო ვიყავი, მათემატიკის მასწავლებელი. როდესაც დავალებას მაძლევ და 3 დღე ვანგარიშობდი მომიკოდა. შენ ახლა გაცილებით უფრო ძლიერი ხარ. აბა, მოდი ახლა ვნახოთ. 79-ს მივუმატოთ 4 რამდენია? 83. სწორია. კარგი. 88-ს მივუმატოთ 12. 100. 100. სწორია, ბრავო! კიდე უფრო ვართულებ. 97-ს მივუმატოთ 21. 18. 18-ია. არ ფიქრდები საერთოდ? ესე უცებ როგორ ანგარიშობ, არ გამაგიჟო, კალკულატორს ასწრებ. კარგი. ეხლა უნდა გავგიკეთო სასწაული რაღაც. ეხლა ძალიან რთული უნდა გკითხო. მე მართალია პასუხი არ ვიცი და მე ეს მექნება 525-ს მივუმატოთ 525. რამდენია? 1050. ეხლა ერთი შეკითხვა მაქვს მე. ამ ყველაფერს ესე რო აკვი, ნამდვილად ასე არის. 1050 თუ არ გჯერათ, შეხედეთ. რა მაინტერესებს, სადამდე იცი შენ თვლა? ანგარიში. რამდენის ფარგლებში იცი შენ ანგარიში? თვითონ არ იცის რამდენის ფარგლებში, მაგრამ სამაგეროდ გადასარევად ანგარიშობს. მაგრამ მე ვიცი, რომ 10000-ის ფარგლებში იცის. 10000-ის ფარგლებში იცის. ნატალია? ეხლა, რადგან 10000-ის ფარგლებში იცის შენ თვლა, ეხლა გავართულოთ. მოდი რა 5031-ს მივუმატოთ 31. 5062. 5062. საოცარია, როგორ ახერხებ ამ ყველაფრის გაკეთებას? მოიცა ზეპირად მითხარი, აბა 10000 გამოვაკლოთ 500. 9500. 9500, მართალია. შეკრება და გამოკლება რომ იცი ვიცი. დიდი რიცხვი რომ დავწერო. ეხლა იმას იცნობ შენ რა რიცხვი არის? ნამდვილად? ვცადოთ ეგა? კარგი, მოდი აბა მე ეხლა ავკრებ რიცხვს. აი ეს რა რიცხვია? 134,909. 134,909. ყოჩაღ. მოდი კარგი. 900. არ უნდა ვთქვა. ამომცდა, მაშინ 800. ეგეც ამომცდა. კარგი, მოიცა. აი ეს რა რიცხვია? 999,910. 994,910. აბსოლუტურად სწორია. შენ მარტო ქართულ ენაზე იცი ანგარიში თუ ინგლისურადაც შეგიძლია? ან რამე სხვა ენაზე, არ ვიცი, ფრანგულად. მოდი აბა შენ მკითხე და მე თუ გიპასუხებ თუ გავიგებ აბა რამ მკითხე. ოღონდ ინგლისურად აბა. დედა, რაღაცა სასწაული ჩაიფიქრა. აბა მითხარი, რომ გიპასუხო. ნია, შეგიძლია ჩუმად რო არის, მაშინ გაიგო რას ამბობს? რაო, ეხლა რა იგულისხმო მითხარი? დაფიქრდა. კარგი, გინდა მეკითხრა? 25 plus 20 equals რა გამოდის? 45. 45. აბსოლუტურად მართალია, 45-ია, 25-ს 20 მივამატ. მაგრამ მე ყველაზე მეტად მომეწონა ამას რომ გადმოხედა და აქ არ ვიცი, აი ეს რაში, აი ამას როგორ იყენებს, საერთოდ რა არის, როგორ უნდა ქნა, კი არ ვიცი. მასწავლე რა გეხვეწები, როგორ უნდა გავა. კარგი. აჰა, ეს არის რომ ხო, ეგ ერთი მინახავს, როდესაც დომინოს თამაშობდით, თორე ისე არ ვიცი რა არის. ესეთი ფერადი არ არის იქ. როგორ ხდება ეს, რა უნდა გავაკეთო? ესე იწევა იქით და აქეთ და რომელი რას ნიშნა? ფერები რატოა ეს? რომელი რა არის? მოდი დავანახოთ ყველას უყურე. ეს არის 5, ხო? მოდი მაშინ აბა დამიწერე 25 აქ. როგორ იქნება? ვერაფერი ვერ გავიგე. აბსოლუტურად არაფერი არ იცოდება, მაგრამ 25 დაწერა და დაუკრა ტაში ახლა ამ ამბავს, იმიტომ რომ ეს სულაც არაფერს ნიშნავს, ჩვენ თუ ვერ ვიგებთ, მან ხომ იცის? სიტყვაზე უნდა გენდო პრინციპში, იმიტომ რომ მე ეს არ ვიცი რა არის. მე ამას უფრო ესა შესანიშნავი საქმისთვის გამოვიყენებდი. კარგი.
ცეკვა თუ გიყვარს შენ ან სიმღერა? სიმღერა. სიმღერა გიყვარს? შენ და ნია მარტო მოხვედით? არა. მეუბნები, მარტო თქვენ მოხვედით? მარტოები დაჯექით და წამოხვედით? ვინ არის მოსული დღეს აქ? ვინ არის? სად არიან? მანახე, ვინ არის მოსული შენთან ერთად? ვისი დედიკოა? შენ დედიკო თუ შენ დედიკოა მოსული? ორივეს. ორივეს დედიკო. აბა სად არიან ორივეს დედიკოები? გამარჯობა დედიკო, მოგესალმეთ. რა ქვია დედას? ოლიკო. ოლიკო. ჰა? ოლიკო. ოლიკო, ვისი დედა არის ოლიკო? ოლიკო, ამისი დედა არის. კი ბატონო, მოგესალმებით. გამარჯობათ. გამარჯობათ. ასეთი ჩუმია სულ? მარტო ანგარიშობს. ანუ შეკითხვაზე პასუხი აბსოლუტურად ყველაფერზე აქვს, მაგრამ ისე არ საუბრობს და სახში როგორია, ენაწყლიანია? სახში აქტიური ძალიან. რა უყვარს ყველაზე მეტად, რას აკეთებს? სიმღერაო მითხრა წეგან, რო კი? სიმღერა და ცეკვა. მათემატიკა რა თქმა უნდა. მათემატიკაზე შეთანხმებულები ვართ, კი ბატონო და. ვინ უნდა გამოხვიდე საერთოდ? შენ მოცეკვავი უნდა გამოხვიდე, მომღერალი თუ მათემატიკოსი თუ ვინ გინდა? მათემატიკოსი უნდა გამოვიდეს. ნია ფიქრობს, რომ მათემატიკოსი უნდა გამოხვიდე და მართალია? და იქნება სხვა რაღაცა გინდა შენ. არ გინდა მათემატიკოსობა გინდა? თუ ვინმე სხვა გინდა რომ გამოხვიდე? მათემატიკა. მაინც მათემატიკოსი. უნდა ეს მათემატიკოსობა თუ ეხა ჩვენ უნდა კი 2 წლის ასაკიდან ითვლის, ანგარიშობს სულ ციფრები. კარგია და ამის დენის ფულს რაღაცას ეს სახში გამოყავს ხო? ხარჯი რამდენი იყო? გაზის ქვითრის დათვლაც შეგიძლიათ თქვენ ალბათ ხომ? გეტილო. კი ბატონო. და მამიკოსავით, რომელიც აქ გვესწრება გამარჯობათ, მომღერალი რო გამოხვიდე ხომ არ გიფიქრია? მათემატიკას კი შეატყეთ რო იცის და კი, სხვათა შორის აქვს სმენა, კარგი სმენა აქვს, შევატყვეთ უკვე და ყოველმხრივ ჯერჯერობით მაინც ციფრებს აწვება და უყვარს სიმღერაც უყვარს, მაგრამ აპლოდისმენტები. ახლა მინდა გითხრათ თქვენ პატივცემულო რომ საჩუქარი გაქვთ, იცოდით ამის შესახებ თქვენ? იცოდით ხო? აუცილებლად გადმოგცემთ. ეს არის საჩუქარი შენ ფაგიოსგან. აქ არის ისეთი რაღაცები შენ რომ არ გაცივდე, ამის დაგიცავს გაციებისგან და ინფექციებისგან. დედამ იცის ფაგიო, ესეთი შესანიშნავი საჩუქარია, შიგნით სათამაშოებიც არის, შეგიძლია გაერთო და გასაფერადებლები თუ რაღაცები არის კიდევ ეს შენ, მაგრამ ამით არ ეს აქ დავდოთ, ამით არ დასრულებულა ჩვენი საჩუქრები, მინდა გითხრა რომ ერთი კი არ არის საჩუქარი. საჩუქარი იქნება კიდევ ერთი, იმიტომ რომ ახლა გამოჩნდება ჩვენი საყვარელი ლოკომოპოს ლომი. აი ჩვენი ლომი. მაყოფილება, აჰა, მიესალმეთ ლომს, შესანიშნავ. აი, თქვენ საჩუქარი კიდევ ერთხელ. ასე დიდი მადლობა ძვირფასო ლომო და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი გახლავთ, როგორც გითხარით, კონკურენტი პითაგორასი, ყველაზე მათემატიკოსი ადამიანი. აპლოდისმენტები მას და დიდი მადლობა მას ანდრიას და ნიას მის დეიდაშვილს მობრძანებისთვის დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა.